სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე. ატურთოს ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება რომაელთა წერილს, მეხუთე თავის მეათე მუხლს. ეხლა რასაც თქვენ მოისმენთ, ეს არის ძალიან ტექნიკური მხარე ქრისტიანული რწმენის. ეს წერილი არის კულმინაცია, სადაც არის გადმოცემული ის დოქტრინა, რასაც ქვია გამოხსნე გადარჩენის დოქტრინა. Რაზეც ალბათ მართლმადიდებლობაში ძალიან ნაკლებად არის საუბარი და საერთოდ გაუგებარით შეიძლება იყოს ეს. ამიტომ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, ძალიან კარგად არის კითხვა დასმული და ძალიან სიღრმისეულია და ჯონ მაკარტური ცდილობს, რომ ძალიან მარტივად, მე მან გამაგებინა ძალიან მარტივად ეს წერილიც და ძალიან ადვილად შეიძლება ყველაფრის ახსნა, ვისაც ესმის საკითხი. ასე რომ გთხოვთ მოусვინოთ ამას და ბიბლიაშიც მე კარგად ჩაიხედოთ თუ რა წერია რომაელთა წერილში. კერძოდ მე წავიკითხავ ამ მუხლს ახლა. რადგან თუ მისი ძის სიკვდილით შეურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. მართლაც გაურკვეველი მსმენელისათვის ძალიან დამაბნეველია დამწყები მორწმუნისათვის სიტყვების თამაშია აქ რა არის, ხო? ესე იგი თუ ერთხელ შეურიგდით, როცა იესო მოკვდა ჯვარზე, ისტორიულად გადავრჩით ამ ისტორიულ დღეს, ხო? და შერიგება მოხდა, მტრები ვიყავით. რაღაც ის ნიშნავს, მით უმეტეს შერიგებულნი, თუ შერიგებულნი ვართ, გადავრჩებით მისი სიცოცხლით. მართლაც ძალიან საინტერესოდ არის ეს, ხო? და ეხლა მოусმინოთ პიროვნებას, რომელიც სტუმრად ჩამოვიდა, ეს პიროვნება ვიქტორ შულერი, რომელიც ყოფილა გუბერნატორთან ალბათ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული და აპირებს სემინარიაში გააგრძელოს სწავლა. გამარჯობა ჯონ, მე ვიქტორ შულერი მქვია და მე დღეს დილით მისურიდან გეწვიეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიქტორ. ეს არის ვიქტორი, რომელიც ახლა მისურიდან ჩამოვიდა და ეთყობა ჯონ მაკარტურმა იცოდა, რომ ეს პიროვნება აპირებდა და ამაზე პატარა ინფორმაციაც ჰქონია. ვიქტორი მეუღლესთან ერთად ათენასთან ერთად ჩამოვიდა და ისინი სემინარიაში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. ვიქტორმა დღესდილაც მითხრა, რომ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ლოცულობდა და საბოლოოდ უფალმა ამის კარი გააუღო. ის მისურის გუბერნატორთან მუშაობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ავიაკატასტროფაში დაღუპულა. არდა ეს გუბერნატორთან შეიძლებოდა, რომ იმ თვითმფრინავში ესეც აღმოჩენილიყო. ასე რომ ეს შესანიშნავი რამ არის ვიქტორ, გილოცავთ, იმიტომ რომ ქადაგება ღმერთის გზაზე სიარული კიდევ უფრო მაღალი მოწოდებაა თქვენთვის. სხვათაშორის ვიქტორი მიყვებოდა, რომ იმ დაღუპულთა შორის, რომელიც გუბერნატორთან ერთად დაიღუპა, ხომ, ერთ-ერთი მამაკაცი მორწმუნე იყო, რომელსაც ის იცნობდა და მან გარკვეული გავლენა ითამაშა ვიქტორის წვენაშიც. ასე რომ გვიხარია ვიქტორ, რომ აქ ახართ და ჩვენ წუხვართ და ვიზიარებთ თქვენს წუხარებასაც, რაც იქ მოხდა. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ხალხს წოდნოდა ეკლესიაში თუ ვინ ახართ. და ვიქტორი ამბობს, რომ მე ძალიან მიხარია, მე მინდა რომ მიგუბრები შემეძინა და ჯონ მაკარტურმა, ეგერ არის მთელი თქვენი მეგობრები. გთხოვთ ადგეთ თქვენი და მეუღლე და ყველამ დაგინახონ. ხო ხედავთ, აგერ არიან მეგობრებით სავსე, ეს დარბაზი თქვენი მეგობრები არიან ჩვენი ეკლესიის სახით. და ვიქტორი აგრძელებს დიდება უფალს. ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში ჯონ. მე ვსწავლობდი გამოსყიდვის თემას, რომაელთა წერილს, სადაც ეს ძალიან სიღრმისეულად არის აღწერილი. მაგრამ ერთ ადგილზე, სადაც შევფერხდი, ეს იყო მეხუთე თავის მეათე მუხლი. და ცოტათი მაღიზიანებს ეს, რომ ვერ ხვდები კარგად იქ რა წერია. მე წავიკითხავ ამ ადგილს მთლიანად. მერვე მუხლიდან, მეათეს ჩათვლით. ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდე ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის. მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან. რადგან თუ მისი ძის სიკვდილით შეურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებული გადავრჩებით მისი სიცოცხლით. ჯონ მიურერმა მე მიმიყვანა თავის წიგნთან გამოსყიდვა შესრულებული და გამოყენებული. ჩემი კითხვა ასეთია ჯონ. არსებობს თუ არა გამოსყიდვის ორი ეტაპი, ან ორი ასპექტი, ობიექტური და სუბიექტური? და ჯონ მაკარტური პასუხობს. კეთილი. მოდით ახლა კითხვას უპასუხოთ იმით, რომ ცხადია, გამოსყიდვაში არსებობს
ზებუნებრივი რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ და თლიანად ვერ ჩავწვდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ მეკითხებით რა გაგებით ვიყავი მე იქ ჯვარზე, როდესაც ეს ხდებოდა და იესო გარდაიცვალა, გულისხმობ რომ მხოლოდ გარკვეულწილად, გარკვეულ დონემდე შემიძლია მე წაგიყვანოთ ამ გაგებაში და ამ აღქმაში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და ასე ვიტყოდი და მან სრულიად გადაიხადა ჩვენი ცოდვების სასჯელი. ამ გაგებით მე იქ ვიყავი. არ ამგონია რომ იქ მე რაღაც მისტიურად ვიყავი, არ ამგონია რომ იქ ვიყავი რაღაცა დაბადებამდე ჩემი სულიერი რაღაცა არსებით. მე უბრალოდ რაც იქ იყო, ჩემი ცოდვები იყო იქ სინამდვილეში არსებითად, ეს იყო ყველაფერი, რაც მე იქ ვიყავი. ასე რომ მე მჯერა რომ რეალური შერიგება ჩემთვის შეძენილი იყო ისტორიულად იმ დღეს. ყოვლის შემძლე ღმერთის საბჭოში, სამების მიერ, როდესაც ჩემი ცოდები ქრისტეში განკითხული იქნა და დასჯილიც იქნა. მისი გამოსყიდვის მოტანა ჩემამდე ჯერ შეუძლებელი იყო. თუმცა უკვე ნაყიდი იყო ის. მაგრამ მე ვერ მომეცემოდა მანამ, სანამ არ დავიბადებოდი, არ ვიწამებდი და არ გამოვისყიდებოდი. გასაგებია? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია. აქ არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელზეც პავლე მიუთითებს. თუ როდესაც მტრები ვიყავით, ღმერთს მისი ძის სიკვდილით შეურიგდით, იქ არსებული ზმნები ენა როგორც ჩანს მიუთითებს, რომ ამ შერიგების რეალური განხორციელება მაშინ მოხდა, როდესაც მტრები ჩვენ აღარ ვიყავით. ამიტომ ეს ჩვენს დაბადებამდე არ მომხდარა. შერიგების რეალური გამოყენება, განხორციელება მაშინ მოხდა, როდესაც უკვე მტრები აღარ ვიყავით. ასე რომ რწმენის თვალსაზრისით სწორედ მაშინ ხდება ჩვენი შერიგება და მუხლის მთავარი აზრიც ეს არის, რომ თუ ღმერთს შეეძლო ჩვენი შერიგება, ანუ ღმერთს შეეძლო ჩვენი შერიგება თავის ძის მეშვეობით, მისი სიკვდილის მეშვეობით. მით უმეტეს, როცა უკვე შერიგებული ვართ იმით, რომ სიკვდილით აღარ ვართ მტრები, არამედ უკვე ვართ მეგობრები, მით უმეტეს მისი სიცოცხლით გადავრჩევით. და ის ამბობს, რომ იესომ მკვდარმა შეგვარიგა ღმერთთან, იესო, რომელიც ახლა ცოცხალია და შუამდგომლობს, უფრო მეტად შეუძლია ჩვენი გადარჩენაო. სწორედ ეს არის ამ აზრში ნათქვამი და ეს არის ყველაზე მთავარი აქ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შერიგების რეალობა ისტორიულად ჯვარზე განხორციელდა. და კერძოდ ჩვენი ცოდვებიც გადახდილი იქნა იქ. იმ დღეს, ისტორიულ იმ დღეს. სამყაროს შექმნა და ღმერთის მიერ რჩეულები კი, რომლებიც დაიჯერებენ, რომ ამის გამოყენება მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ უკვე შევწყვიტეთ მასთან მტრატყოფნა, როდესაც ჩვენ გამოვხიზვლით, მოგვეცა ჩვენ მადლი და რწმენა, რათა ღვთის შვილები გამხდარიყავით. და კითხვის ავტორი, ანუ პავლეს ენა თითქმის ისეთი ასპექტით საუბრობს, როგორიც მამასა და ძეს ჰქონდათ იმ ისტორიულ დღეს ერთმანეთში. და ჯონ მაკარტური პასუხობს, ისიც მე ვფიქრობ, რომ არა. მე ვფიქრობ, რომ ის უფრო ჩვენი გადმოსახედიდან, ადამიანური თვალსაზრისით საუბრობს. ჩვენ შევრიგდით, როდესაც შევწყვიტეთ მტრატყოფნა. სწორედ მაშინ ქონდა ამ შერიგებას მნიშვნელობა ჩვენთვის. გასაგებია? ვფიქრობ, ეს თქვენთვის უკვე მრავალი დისკუსიის დასაწყისია. და თქვენ პროფესორებს გარანტიას ვაძლევ, რომ შესანიშნავად გაატარებინებთ დრო სემინარიაში. და ეს ძალიან სასიხარულოა, გილოცავთ ვიქტორ ამას. მადლობა კითხვისათვის.